18 წლისა შევსრულდი. 20 არ გადამეხა. სამშობლოს დროშა მეჭირა. წერს ვეცე მოდი მეხადა. სამშობლოს დროშა მეჭირა. წერს ვეცე მოდი მეხადა. Baba!
შეჭამდა კაცი. ო ბიჭო. აბიჭო, კაცი, ადიანი ადამიანი. ადროს როდი დაგთანია, გადიდი. აკომია, ობი. Dina
ახსენებს. მინდა გავიდე გარეთ. შენ დაგიძახო და ერთად ვიგიჟო. მოსაბეზრებელია სოფელი. იცი, წელს უნდა ჩავაბაგო. ხო იცი, ვალდებულებას ავით არის. სკოლას მორჩები და უნდა ჩააბაგო. შენები კარგად არის. მაიკო ბაღიდან გამოყავს სკოლა. უკვე გათხოვებაზე ლაპარაკობს, მაგრამ დამარცხდა, რომ შენს ჩამოსვლამდე არ გათხოვდება. ძალიან მომედა. ძალიანაც ნუ გავავთანამდები რიცხვადობებს. ჭკვიანად. ყოველთვის მიჭირდა შენი ზავის თმა. მაგრამ ასე არასდროს არ გამჭირვებია. ჩვენი უბნის მასწავლებლმა მითხრა, რაც შეიძლება მეტი კარგი ამბები წერე. შობლებზე, მეგობრებზე და ნათესავებზე. არ ვიცი მირა თუ არ ამწერთ, არ ვიცი სხვა რა დამჩენია. ჩვენთან ყველაფერი ძველებურად არის. მართლა, რათა ნადირაძე ცოლი მოიყვანა. დამყარეს, მაგრამ არ წავედი. ვერადავე მოვიფიქრე, რა ჩანაცა. შენებს დავიხომე უბანში. მაიკო ძალიან გაზრდილი და გალაპაზებელია. დინოდეიდასაც არ აუშავს. თართო შენზე. ხშირად მოწერე რა წერილები. შენ ვერ წარმოიდგენ, როგორი სიყვარულია შენი ყოველი წერილი. მთელი უბანი იგებს. მენატრები. შენი ხუმრობები მენატრები. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვა. შენთვის იმდენი რამ მაქვს მოსაწყო. დედა ძალიან ემრიულობს. სულ ტირის, მაგრამ არ ემშვენს. იცი, გუში ნინო შეჯიბრი ჰქონდა. პირველზე გავიდა. წარმატებებს გისურვებს. ღმერთი ფარა. ამ სახელოს ძალიან უცნაურია, მაგრამ გათხოვდა. თავის მოსვლამ ძალიან ბევრი რამ გამახსენდა. ვიცი, ახლა ასე წერეს არ უნდა გწერე. მაგრამ შენი წასვლის შემდეგ ყველაფერი ერთფერობა და უაზროდ მეჩვენე. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვა. და გეტყვი, რომ ძალიან, ძალიან მენატრები. იცი რა, მინდა მეორე რამ გითხრა. მე შენ ძალიან შეგეჩვიე და მეთქვის. ვიცი სულელი ვარ. შენ ალბათ ვერ გამიგე. მე ახარ მინდა გაჩერება. მინდა უსასრულოდ წერო შენ შესახებ. მაგრამ მე პასუხიც ასეთივე გმარმინდა. იცი, აქ რომ ჩაგეხვიდება. გამარჯობა, ჩემო საყვარელო ძამო. ჩვენ დავაგვანა შენი ხელი. დედა ცოტა ცუდად არის. მაგრამ მე მამა საფოლე ყოველგვარი და სანთავს. ხო, იცი, დაბადების დღე გადავიხარე. ხომ იცი, დედამ თავისებურად დაიწყო. ვიწრო წრეში გადავიხარე. სულ მეგონა, რომ კარებს შემოავი. მაგრამ არა. გამარჯობა, შვილო. მე არ ამიშნე. შენ როგორ? ყოველდღე ვლოცულობ, რომ ჯანმრთელი გამიგე. შენ ჩემ პირველი სიხარი და ბედნიერება.
სიყვარულს და სიხარულს. აბა შენიც, შენიც მედივა და მიხარია, ასეთი კარგი შვილი რომ გაქვს. პირველი ვარ ბიჭები სუდი ამბავი მაქვს ვეკლა ერთხელ ვერ იქნა და კარგი ამით ვერ გაგახარა ჯერ გამარჯვებთ და გესხაშე დაოცვი. რა ხდება? რა მოხდა? არაფერი ტოვებს ნემნელა უკან ვიშეთ ვიაცამანი ხომ თვათ შემოგვევია საჭმელზე ხო ვერ დავიწყებ ჯილოს მოკლედ სულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ნუ შეშინდები მეგობარ. ღმერთი არ მიგვატორებს. ხომ ისი როცა ყველაზე ძალიან გიჭირს, სწორედ მაშინ გამოჩნდება ხსნა. მან ყველაფერი მოგვარდება და დაუბრუნდებით თქვენსა. ცოტაც გაუძე, მოიცადეთ, ხო? დედიკო, როგორ ხარ? ვიცი, ძალიან ნერვიულია, მაგრამ გთხოვ, ეცადე გამშვიდე. მალე ყველაფერი კარგად იქნება. ისევ ძველებურ ცხოვრებას დავაბრუნებთ. ხო მართლა, სოფელში რა ხდება? ახალ ხომ არაფერი. ჩვენი ბიჭებიც აქ არიან, ქალაქში. რა ვქნადე? სამშობლოს ვჭირდები. ჩვენ თუ არა, ცხოვრი დაიწყო საქართველოს. მალე ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, მდგომარეობა უფრო არ დაიზარდება. აბა შენიცი, შენი იმედი მაქვს. პირიქით, უნდა თიხაროდეს კიდეც. აბა შენიცი. ლიო, ლია ლიო, ლია ლიო. როგორ ახ ლია რა საკითხავი ვარ, ლიო? რა ხდება შენთან? ეს გაწევილია. ყველაფერი თავისი ბედი დაიგვარდებს ზოგი გულდასმით მითხება ზოგი იხევა და ქარს მიაქვს მისი ნაკლეთები მეც მაინტერესებს ჩემი წერილების ვეჭი ისევ ნაცრენი ხარ მოდი ჩამოს. ისევ ნაცრენი ამას ახლა მეკითხები? იმბოლო წერილის მე შენ ძალიან მაკირებ, გიო. გაბატი ოდესმე მაინც გაბატი რა უნდა გავაკეთო?
არ გამიკეთებია. რა არ გამიკეთებია? მოგაწოდე სხვა თავი, მუშის მოგოება. მითხარი რა სიმართლე, ნუ იქნები ლაჩანი. მითხარი, რომ სხვა შეგიყვარდა. მე ეს ჩემთვის გავაკეთე, ლია. ჩემთვის რა აგია? რა გააკეთე ჩემთვის? არ მინდოდა ჩემზე გეფიქრა და დატანჯულიყავ. რა უნდა მეკითხა? რატომ უნდა დავტანჯულიყავ? შენი გზა ეცი, ლია. რა მოხდა გიო? მე ასეთად არ ვიცოდი. ხერხები მაგ, რა მოხდა ჩვენ შორის? ჩვენ ერთად ვეღარ ასროს ვიქნებით. გახსოვს ჩვენი ადგილი. დაივიწყეთ. ვერ დავივიწყეთ, გიო, ვერა. მე წერილებს ვიღებ და ვუთხილდები. მე დაგელოდები და მე ერთად წავიკითხავ შენს ყველა მოწერილ წერილს. მე სხვა მიყვარს, ლია. ვერ გავიგე? მე სხვა მიყვარს. ვერ გავიგე? სხვა მიყვარს, მეთქი, სხვა! გიო! ლია! გიო! გიო, ჰოსპიტალში იწვა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს ძიმედ დაიჭრა. ორივე ხელი და მარჯვენა ფეხი მოგვედეს. ლია მამის შესახებ არაფერი იცოდა. მე ორდღიანი შვებულება მქონდა და გაგრის ჰოსპიტალში მის გვერდით ვიყავ. სიკვდილამდე გრძნობა არ დაუკარგავს. ხოლო სიკვდილის წინასახამოს გამომესაუბრა და მითხრა. ბიჭებს მიხედი, მშობლები მეწოდებიანო. მე მალე დავბრუნდებიო. მარჯვენა თვალიდან ცვემლი ჩამოუვარდა. როდესაც მომწმინდე იუარა, მეთვით. ეს იყო და ეს. იგი დილის 6 საათზე გარდაიცვალა. მიუტანე ეს წერილი. შოთა ვიციოს. არა! ხოვრა. მიუტანე ეს წერილი, შოთა ვიციოს. და ამ ქვითარზე ცხელი მოაწერე. არა! მე არ შემიძლია. აღარ მინდა მოსტალიანობა. არ მინდა სიკვდილის მასნა ვიყო და ხალხს შემიძლია ნახვა ესწრებოდეს. თქვენ მაინც რა მიუტანეთ ეს წერილი შოთა ბიძიას და ამ ქვითარზე ცხელი მოაწერით. გთხოვთ რა. აღარ მინდა მოსტალიანობა. ილია შილო. გამარჯობა დედა. ილია. როგორ ხარ შილო? ვარ რა. შემდეგ შენ როგორ? ეს რა მიშოს? ილია, გავლილი სახე გავს. რა სიზა? ვიღლები ცოტა. დე! არ მინდა რომ ინერვიულო. ან რა გაქვს საფიქრალი და სატირალი? პირი შეუნდა დაიტრა ხოლო შენი შვილი აფხაზეთში მსახურობს. გთხოვ დედა, არ მინდა რომ იმერტილი შეშულო. არ კიდეთ შეთვის ჩამოჭი დაიტრა. გთხოვ დედა. კარგი შვილი. კარგი
სადის. ყოველი გამარჯვებისმე სარკესე დიდი ასორგიცებს. ილი, ამ გამარჯვებას შენ გიცნი ძმა. იმარჯვებს ხოლმე? დღემდე არ წავკი. ხოლო სამაშინებს. ნუ გეშინია დედა. მე ვიცი რომ ნიჭი ხვალაც გაიმარჯვებს. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეატრები. შენ, ნინო და ყველა. თავს გავცხდილია.
ჭირდობდება. შხოროწყუს მუხურ